დილასადექი ყავადალიემ სუბუქათი საუზმე სამსახურისკენ გზაზე საწვავი ჩაასხი, შემდგომ შუადღისას ლანჩი გამოიძახე, სახლში რო ბრუნდებოდი მაღაზიაში შეიარე პროდუქტები იყიდე და ლუდიც გააყოლე, რათა ფეხბურთისთვის გეყურებინა. შენ 100 ლარი დახარჯე და იქიდან 23 ლარი სახელმწიფოს გადაუხადე. სახელმწიფო ბიუჯეტი შენი ფულია. სახელმწიფო კი ფინანსების გარეშე ვერ იარსებებდა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიდან, კერძოდ 24 მილიარდიდან 23 მილიარდი ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა გადავიხადეთ. 9 მილიარდი საშემოსავლო გადასახადის სახით, 11 მილიარდი დღგ-ს და აქციზის სახით, ხოლო 3 მილიარდი კომპანიებმა გადაიხადეს მოგების სახით. შესაბამისად, ნებისმიერი საჯარო სერვისი ჩვენი ნაყიდია. სახელმწიფო ბიუჯეტი ჩინოვნიკების და მთავრობის ჯიბის ფული არ არის. ამ საკითხზე სასაუბროთ, დღეს ჩვენთან სტუმრად არის ფინანსისტი ნინო ქურდიანი, ლექტორი, ტრენერი, 20-ზე მეტ წლიანი გამოცდილებით ბიზნესსა და ფინანსებში. დიდი მადლობა ნინო მობრძანებისთვის და გისმენთ. სანამ პირველ კითხვას დავსვათ, მოკლედ თქვენი თავი წარგვიტკინოთ. ან რამე თუ დამაკლდა დაამატოთ. არა, არაფერი მაგდა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო იყო ზოგადად პირველად ვსტუმრობ პოდკასტს ამ სივრცეს და საინტერესო იქნება დიალოგი. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩვენი საუბარი იყოს საინტერესო. ხშირად გადაუხო ხოლმე ისეთი მიღებული ტერმინებიდან და შევეცდები ისე გიპასუხოთ და ისეთი ტერმინებით ვისაუბრო, საინტერესო იყოს ნებისმიერი მსმენელისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი პოდკასტის ესე რომ ვთქვათ, უპირატესობა ის არის, რომ ყველა სტუმარი ხალხისთვის გასაგებ ენაზე ხსნის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს და დიდი მადლობა ნინო კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. კარგი, გადავიდეთ პირველ კითხვაზე. ბიუჯეტის გარეშე, ფინანსების გარეშე, საჯარო ფულის გარეშე სახელმწიფო იარსებებდა თუ არა და რა არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ესე მარტივად რომ ავხსნათ. ისევ რომ გადავცდეთ მიღებულ ტერმინოლოგიას და არ დავარქვათ ბიუჯეტს ერთგვარი დოკუმენტი, ვთქვათ, რომ ბიუჯეტი ეს არის ფონდი. ფონდი იმ თანხებისა, რომლებიც შემოდის ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელებისგან და შემდგომ ამ ფონდს სახელმწიფო ანაწილებს თავიანთი შეხედულებისამებრ, როგორც მიაჩნიათ ეს ყველაფერი სწორად. სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ფორმით შეიძლება ისეთი დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ დიდი ისტორია აქვს გადასახადებს. საინტერესო რა იყოს, მოდით გამოვყვეთ ისტორიიდან, მოვყვეთ გადასახადების შესახებ, საიდან იწყება და შემდგომ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რა განასხვავებს გადასახადებს ისტორიულ კონტექსტში და რითი განსხვავდება დღევანდელი გადასახადები. გადასახადების ისტორია იწყება დაახლოებით 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეში. თუმცა პირველი გადასახადები იყო პირდაპირი გადასახადები ქონებაზე. ვინაიდან მაშინ შემოსავლების აღრიცხვა იმ ფორმით როგორც დღეს ხდება იყო შეუძლებელი, შესაბამისად გადასახადს იხდიდა ის, ვისაც ჰქონდა ქონება. ამასთანავე გადასახადს ხშირად ჰქონდა ხოლმე მაგალითად შრომითი ხასიათი. ადამიანები მუშაობდნენ არა სახელმწიფოს, არამედ იმ პირების სასარგებლოდ, ვინც იყო ამ სახელმწიფოს სათავეში, მაგალითად ეგვიპტეში ფარაონების სასარგებლოდ, სხვადასხვა ქვეყანაში თავიანთი ფეოდალების სასარგებლოდ მოგვიანებით, პატრიციების, უფროსების, ბატონების, მონათმფლობელების და ასე შემდეგ სასარგებლოდ. ანუ გადასახადი ხშირად იყო შრომითი ფორმითაც და ასევე შეიძლება ყოფილიყო ნატურალური ფორმით. ნატურალური ფორმით ეს იყო ხოლმე წილი პროდუქციაში, რასაც ქმნიდნენ. და აქ შემდგომ უკვე ისტორია ბევრი სხვადასხვა ტიპის გადასახადს იცნობს. საქართველოშიც ჰქონდა გადასახადები ასეთი ფორმით ბეგარა და ღალა. ბეგარა თავის მხრივ ხშირად იყო ხოლმე მუშაობა ბატონის სასარგებლოდ, თუმცა ასევე იყო ნატურალური ფორმითაც. ღალა იყო გადასახადი მიწაზე. გადასახადები გვხდებოდა მაგალითად მეათედის სახელით, ასევე რქვა ინგლისურად მეათედი. ეს იყო ხოლმე გადასახადი ეკლესიისთვის, რომელსაც შემოსავლის მეათედს, ანუ აღებული მოსავლის მეათედს გადასცემდნენ სახელმწიფოს. და ასე შემდეგ ბევრი სხვადასხვა ფორმით. ხდებოდა ძალიან ისეთი ოდიოზური გადასახადები, როგორც არის მაგალითად დიდ ბრიტანეთში და კონკრეტულად ლონდონში გადასახადი ფანჯრებზე. რას გულისხმობთ ფანჯრებზე? იმისთვის რომ ფანჯარა ქონოდა გამოჭრილი, ამის უფლება რომ ქონოდა ადამიანს, მას უნდა გადაეხადა გადასახადი. ანუ მზისხივების გადასახადი ყოფილა ფაქტია. ასე გამოდის იმისთვის რომ გამოეჭრა კედელში ფანჯარა, უნდა გადაეხადა გადასახადი. ბევრი სხვადასხვა ფორმა ქონდა და გადასახადი
მოსავალზე შედარებით უფრო ახალი კონცეფცია არის, თუ არ ვცდები, მე-17 საუკუნიდან შემოვიდა პორტუგალიაში. მანამდე გადასახადის გადახდა ხდებოდა როგორც თქვი, ქონებაზე, რასაც ფლობდნენ, ან შრომითი ფორმით, ანუ სამსახური სასარგებლოდ. ახლა მნიშვნელოვანი რატო წამოვყევით ისტორიიდან? მნიშვნელოვანი განსხვავება გადასახადში არის ვისთვის იქნებოდა გადასახადი და აქ უკვე ცოტა ეკონომიკას უნდა გავცდეთ და გადავიდეთ ისეთ კონცეფციაზე, როგორიც არის, რა არის ადამიანის უფლება, მოქალაქის უფლება ამ სახელმწიფოში. თავარი ფიგურა სახელმწიფოში თუ არის მაგალითად მონარქი და ადამიანის უფლებები არის შეზღუდული და მისი თითოეული მოქალაქე ფასეულია იმდენადაც, რამდენადაც ემსახურება ამ მონარქს, შესაბამისად მის მიერ გადახდილი გადასახადიც ემსახურება იმას, ვინც არის მთავარი ფიგურა, ცენტრალური ფიგურა სახელმწიფოში. ამიტომაც გადასახადი ისტორიულად ეს იყო ფული, რომელიც მიდიოდა ამ ცენტრალური ფიგურის, ვისაც გააჩნდა უფლებები სახელმწიფოში, მისი ინტერესების რეალიზაციისთვის. და ამას რო დავუპირისპიროთ კონტრასტში დღევანდელი სახელმწიფო, სადაც ცენტრალური ფიგურა არის მისი მოქალაქე, თითოეული მოქალაქე, სადაც სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს მოქალაქის ინტერესს, შესაბამისად გადასახადის ფუნქციაც არის, რომ ემსახურებოდეს ამ ადამიანის ინტერესს. ანუ ადამიანები გადასახადებს უკვე იხდიან ბიუჯეტში იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს ის ფუნქციები, რითიც ისევ მოქალაქეების კეთილდღეობა იქნება მიღწეული. ანუ გადასახადების მიზანი შეიცვალა, ხო? კი ბატონო, ზუსტად ამაზე. თავიდან იყო მონარქის მსახურება, დღეს არის ხალხის მსახურება, ანუ ხალხს უნდა ემსახურებოდეს საჯარო ფინანსები. სწორედ ამის თქმა მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ სახელი ერთი და იგივე აქვს, ქართულად იქნება თუ ინგლისურად ტექსის ვეძახით ამას, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი სხვაობა არის იმ გადასახადში, რომელსაც იხდიდა, ვთქვათ, ფეოდალურ სახელმწიფოში ადამიანი და რასაც იხდის დღეს თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქე. გასაგებია. და ანუ ფაქტიურად ჩემს კითხვასაც გაეცა პასუხი, ფულის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს. ანუ რო განულდეს ჩვენი ბიუჯეტი, ჩამოიშლება სახელმწიფო ხომასია. აი რა მოხდება? სახელმწიფო რა თქმა უნდა ფუნქციებს ვერ შეასრულებს. მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი ჰიპოთეტური სახელმწიფო, რომელშიც არ არსებობს სახელმწიფო აპარატი. ამ შემთხვევაში მთელი ეს დოვლათი, საერთოდ რა არის ფული? ფული არის იმ დოვლათის გამოხატულება, რომელიც იქმნება ეკონომიკაში. და თუ არ იარსებებდა სახელმწიფო, ეს დოვლათი იტრიალებდა ამ დოვლათის შემქმნელ სხვადასხვა პირებს შორის და ეს პირები არიან პირობითად ბიზნესები, მწარმოებლები, საწარმოები და ჰაუსჰოლდები, შინამეურნეობები. ამათ შორის იტრიალებდა მთელი დოვლათი. თუმცა სახელმწიფოს რა თქმა უნდა აქვს ფუნქციები და მე ამ ფუნქციების უგულებელყოფას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ. ცალსახად გააჩნია სახელმწიფოს ფუნქცია, რომ უზრუნველყოს მაგალითად სამართალი. მე ვუყურე ლევან ყამბაშიძის პოდკასტს თქვენთან. ძალიან საინტერესო თქონდა ეს გაშლილი, რა არის სახელმწიფოს ფუნქცია. მოქალაქეთა შორის მშვიდობის და სამართლიანი გარიგებების უზრუნველყოფა და ასე შემდეგ, გარდა ამისა შეიძლება ბევრი სხვა ფუნქციაც მივაკუთვნოთ სახელმწიფოს. არის ფუნქციები, რომლებსაც მოქალაქეები და ქვეყნის სუბიექტები დამოუკიდებლად ვერ მიაღწევენ. ყოველ შემთხვევაში ბევრი სხვადასხვა თეორია ამას ამბობს და მეც ამას ვეთანხმები, რომ გარკვეული ფუნქციებისთვის აუცილებელია ცენტრალიზებული სტრუქტურის არსებობა, რომელიც ამ ფუნქციებს შეასრულებს. და ამ ფუნქციების შესრულებას, რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება. ეს იგი, რისთვის არის გადასახადი, ამაზე პასუხი უნდა გაეცეს მორალურ შეკითხვას, საერთოდ რისთვის არსებობს სახელმწიფო. თუ სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა უზრუნველყოს, როგორც ფინანსური, ასევე მოლოდინი იმისა, რომ მიიღებს სამართალს, სამართლიან გადაწყვეტილებებს, იპოვის თავის სამართალს, მაშინ სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახადებს ფულს იხდიან სწორედ იმისთვის, რომ სახელმწიფო აი ეს ფუნქციები უზრუნველყოს. და აი ეს პირები ვინც ქმნიან დოვლათს, საკუთარი დოვლათიდან იღებენ გარკვეულ ნაწილს და იხდიან სახელმწიფოში. გადასახადი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, თითოეული ჩვენგანი, რომელსაც ვიხდით და შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის ჩვენი დოვლათის ნაწილი, რომელიც მოვაკელით რაღაც სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და გაუშვით იქითკენ, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ის ფუნქციები, რომლებიც ჩვენ მას მივანიჭეთ
არჩევნების გზით. ვიტყვი გადასახადების განმარტებას და ამ გადასახადის განმარტებაში მნიშვნელოვნად არის აღწერილი ის ფუნქციები, რომელიც გადასახადს გააჩნია. გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური, უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. აქ მინდა ახლა ხაზი გავუსვა ამ ტერმინს არაეკვივალენტურს. ანუ, როდესაც ადამიანი თანხას გადასახადს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ზუსტად ეკვივალენტური სარგებელი დაუბრუნდება. ეს სარგებელი უნდა იყოს გარკვეულწილად სამართლიანი, ყველასთვის შესაძლებელია პირადად მას არ დაუბრუნდეს და დაუბრუნდეს სხვას, მაგრამ საბოლოო ჯამში უზრუნველყოს ქვეყანაში აი იმ სტაბილურობა და იმ სისტემის შექმნა, რა სისტემაშიც რა გარემოშიც გვინდა რომ ვიყოთ. მაგალითად, მე თუ მინდა რომ ჩემი შვილები იყვნენ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც იქნება სამართლიანობა დაცული, შესაძლოა მათ არასდროს ეს არ შეემთხვათ, მაგრამ სამართლიანი სისტემა არ იმუშავებს მხოლოდ ჩემი შვილებისთვის, უნდა იმუშაოს მან ყველასთვის. ამიტომაც მე ვიხდი გადასახადს, რომლის ეკვივალენტურ სარგებელს მე ვერ მივიღებ. ანალოგიურად, მე თუ მინდა რომ ისინი იყვნენ საზოგადოებაში, სადაც შეძლებენ სრულად რეალიზებას, სადაც თანამოქალაქეებში ნაკლებად ნახავენ გაჭირვებას, ეყოლებათ განათლებული თანამოქალაქეები, ამისთვის შეიძლება პირდაპირი დაფინანსებით უბრალოდ ვერ გავწოდეთ რაღაც სხვა ადამიანების დაფინანსებას, მაგრამ სახელმწიფომ უზრუნველყოს ის, რომ ჩვენი გადახდელი გადასახადებით სხვისი განათლება დააფინანსოს და ამით ირიბად მივიღოთ ყველამ სარგებელი. უყოდ ეს არ იქნება ეკვივალენტური, ეს არ იქნება პირდაპირ მიღებული სარგებელი და რა თქმა უნდა გადასახადი არის აუცილებელი გადასახდელი. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თუნდაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თქვათ პირდაპირ არ სარგებლობს საჯარო სერვისით და ასე გონია რომ არ სარგებლობს, მე ხშირად მომისმენია რომ არ მინდა ეს უფასო თქვათ სასწრაფო, არ მინდა ეს უფასო სკოლა, ჩემს შვილებს ვატარებ კერძო სკოლაში, მაინც არის საჯარო სერვისის მიმღები. ყველა შემთხვევაში არის, იმიტომ რომ თქვათ არსებობს დასუფთავება, აი განათება, გარეგან. იმდენი სერვისია მუნიციპალური, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომ მაინც ხარ შენ ამ რაღაცა გარკვეული სარგებლის მიმღები. შეიძლება ეკვივალენტური ნამდვილად არ იყოს, თუმცა რასაც იხდი, ესე უბრალოდ არ იკარგება, მიდის საჯარო სერვისში. კარგი, მაშინ რომ გავაგრძელოთ ეს ხაზი, ძალიან ბევრს გონია, რომ საშემოსავლო გადასახადის გარდა არაფერი არ არსებობს, ახლა სხვა გადასახადები არ არსებობს და ყველაზე მეტად გვტკივა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გასამრჯელო, ჩვენი შრომისთვის და რომ ხედავთ, რომ აი უნდა ვიხდიდეთ თურმე 24%-ით მეც ახლა დაემატა დაზღვევის ფული, საპენსიო დაზღვევის და 20%-ია ზოგადად საშემოსავლო გადასახადი, ეს ძალიან გვტკივა ქართველებს, ტკივათ ძალიან, რომ აი ეს ამხელა თანხას უხდიან სახელმწიფოს და აი მთელი ეს აღქმა მიდის საშემოსავლო გადასახადზე და არსებობს ისეთი გადასახადი, ფარული გადასახადი, DGG, რომელიც არც ისეთი ხილულია ყველასთვის და გონიათ, რომ მხოლოდ დასაქმებული ხალხი იხდის გადასახადს. არა, DGG-ს იხდის ნებისმიერი ადამიანი. მაგალითად, შედიხარ შენ და პურს ყიდულობ 30 თეთრს 2 ლარიდან, უხდი სახელმწიფოს, 10 ლარიდან ლარნახევარს უხდი სახელმწიფოს. აი, ხა არ არსებობს ადამიანი, რომ მაღაზიაში არ შედიოდეს ყოველდღიურად თუ არა კვირაში რამოდენჯერმე და რაღაც პროდუქტს არ ყიდულობდეს, ხო? შესაბამისად, ის ყველა შემთხვევაში არის სახელმწიფოს დამფინანსებელი. ამდენად, მოდი, აი ეს მაინტერესებს ეს საკითხი, ზოგადად რო გითხრა, რა გადასახადებს ვიხდით და როგორ შედის, მოკლედ, როგორ ივსება ჩვენი ფონდი, როგორც დავაწყდით, ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენი გადასახადებისგან. მოდი სანამ მაგაზე გადავალ, ეს სიტყვა გვტკივა მომეწონა და მინდა რომ ამას გავუსვა ხაზი, იმიტომ რომ გადასახადების გადახდა უნდა გვტკივოთ, ეს არის სწორი, იმიტომ რომ ეს ფული ჩვენი ჯიბიდან ამ ფულს იღებს სახელმწიფო, მიაქვს და უნდა მოგხმარდეს ჩვენ. შესაბამისად, თუ არ გტკივა, ვერც მიხვდები, რომ ეს ფული ისევ შენ უნდა მოგხმარდეს. შენი დახარჯული ფულია, რომელიც უნდა იყოს დახარჯული ოპტიმალურად, ეფექტიანად. არსებობს ასეთი გავრცელებული მოსაზრება, რომ ამერიკაში შეერთებულ შტატებში ადამიანები თვითონ იხდიან გადასახადებს და ამიტომ უფრო სტკივად. სინამდვილეში სტრუქტურა ცოტა სხვანაირად არის. ამერიკაშიც გადასახადების ამოღება ხდება
გადასახადის წყაროსთან ვეძახით, როდესაც ბეგრავს ის მხარე, ვინც ეს თანხა უნდა ჩაგვერცხოს. ანუ ჩვენ როდესაც ხელფას ვიღებთ უკვე დაბეგრილს, ეს არის დაბეგრა გადასახადის წყაროსთან. მაგრამ იგივე ამერიკაში მოქალაქეები ყოველწლიურად ავსებენ დეკლარაციას, ამოწმებენ, ნახულობენ მათი ჯიბინა რა თანხა იყო ამოღებული და შემდგომ აზუსტებენ დეკლარაციას, ხო არ ჭირდება რაიმის დამატება, პირიქით უკან ხوار უნდა დაუბრუნდეთ რაიმე თანხა და შესაბამისად მათ უკეთ იციან რა თანხით დააფინანსეს თავიანთი სახელმწიფო. ჩვენთან ჩვენ საკუთარ შრომის უწყისებს და დეკლარაციებს სამწუხაროდ არ ვუყურებთ, ვერ ვუყურებთ, არც მოდის ჩვენამდე თუ რა თქმა უნდა ფინანსებში და ბუღალტერიაში არ მუშაობთ და შესაბამისად არ ვხედავთ ამ თანხებს. და შესაბამისად ამის განცდა და ტკივილი სამწუხაროდ ნაკლებად გვაქვს. კარგი იქნებოდა რომ გქონდეს. ხო რა შეეხება სხვა გადასახადებს. საქართველოში არის ცოტა გადასახადი რეალურად თქვათ, ბევრ ქვეყანაში ბევრად მეტი სახეობის გადასახადი. ხონე გამბავი მოგწონთ სავარაუდოდ. რაც ცოტა მომწონს, კი, ნამდვილად მომწონს. მიზის მემარჯვენე ქალი. კი ბატონო. სულ გვაქვს 6 სახის გადასახადი. რატომ მომწონს და რატომ უნდა მოგწონდეს, მოდი მაგაზეც მე ვისაუბროთ. კარგი, ბოლო კითხვისკენ მოვიდოდეთ. კი ბატონო. 6 გადასახადი არსებობს, 3 არის პირდაპირი გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, კორპორაციული მოგების გადასახადი და ქონების გადასახადი. და 3-იც არაპირდაპირი DGG, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი და იმპორტის გადასახადი. ყველა მათგან საბოლოო ჯამში ვიხდით ჩვენ. მით უმეტეს ვიხდით DGG-ს და აქციზსაც, მაგრამ ასევე ვიხდით იმპორტის გადასახადსაც ჩვენს და მეცაც გეტყვით კორპორაციული მოგების გადასახადსაც კი ჩვენ ვიხდით. ახლა მოდი ჯერ დავიწყოთ აქციზიდან. ნებისმიერი, უბრალოდ DGG-დან ნებისმიერი პროდუქცია, რომელსაც ვყიდულობ და რომელიც არ არის გათავისუფლებული DGG-სგან, თორემ არის პროდუქტი, რომლებიც მაგალითად სამედიცინო სერვისები არის გათავისუფლებული, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწილი, რომელიც ნედლის სახით არის ასევე გათავისუფლებული DGG-სგან. ყველა ამ პროდუქტზე საბოლოო მომხმარებელი იხდის ამ გადასახადს. დაბეგრის სქემა ცოტა სხვანაირად არის, სადაგზა ხდება ამ 18% აკუმულირება, მაგრამ საბოლოო გადამხდელი არის ის პირი, ვისაც 18% უძირდება ეს პროდუქცია. შესაბამისად, როდესაც შევდივარ მარკეტში და პირობით, არ ვიცი, რაღაც არასასოფლო სამეურნეო, რა ვთქვათ, ჩიპს ის ათლარიან ჩიპსის შეფუთვას ვყიდულობ 11 ლარი და 80 თეთრად, ესე იგი ლარი და 80 თეთრი ზედმეტი მხოლოდ, იმიტომ გადავიხადე, რომ ეს თანხა წავიდეს ბიუჯეტში. და ყველა ასეთ შესყიდვაში ქვემოდან 18% და ზემოდან ეს არის დაახლოებით 16%, მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ეს პროდუქცია ან სერვისი არ არის გათავისუფლებული DGG-სგან. მათ შორის სერვისებიც, როგორც თქვი, სამედიცინო სერვისის გარდა, სერვისების უმრავლესობაში ასევე ვიხდით, იქნება ეს გაწეული ტრენინგების მომსახურება, იქნება ეს რესტორანში კვების თანხა, თუ ნებისმიერ სხვა სერვისის ღირებულება ზემოდან 18%-ს ვიხდით საკუთარი ჯიბიდან. ზოგადად ადამიანი, რომელიც არ მუშაობს და თუნდაც დოტაციაზე ზის და ვიღაც მას აფინანსებს, 18%-ს ყოველთვის ზემოდან ზედმეტად იხდის დამატებულ ღირებულების გადასახადში. ხა არ არსებობს ადამიანი პროდუქტი რო არ სჭირდებოდეს, ხო? რაღაცა ტიპის პროდუქტი აუცილებლად, მხოლოდ მედიკამენტი არ დაჭირდება. იცით რა მაინტერესებს? აი, რაზეც DGG-ს იხდი? არსებობს ისეთი პროდუქტები, სადაც აქციზიც ემატება. ანუ, მაგალითად, მე რო ყიდულობ ლუდს, იქ ვიხდი როგორც DGG-ს, ზემოდან ვიხდი აქციზსაც, ხომ ასეა? ანუ ორივე გადასახადს ვიხდი, იმიტომ რომ ალკოჰოლური სასმელები, თქვათ საწვავი, სიგარეტი, აქციზის გადასახადი და იმპორტის გადასახადს ვიხდით და ასევე ვიხდით DGG-საც, ხომ, იმ პროდუქტებზე, რომელიც შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან. შეიძლება ეს იყოს სასურსათო პროდუქტი, როდესაც იმპორტის გადასახადიც მიაქვს სახელმწიფოს და შემდგომ DGG-ს ჩვენი დამატებითი ღირებულების გადასახადის ფარგლებში ვიხდით, ხო? კი ბატონო, ორმაგი დაბეგრვაც სახეზე არის ის პროდუქცია, რომელიც არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახადისგან, ჩვენ გვაქვს იმპორტით დაბეგრვის 3 რეჟიმი, 0%-იანი, 5%-იანი და 12%-იანი. იმპორტის გადასახადის გაანგარიშების შემდგომ უკვე ამ ყველაფერზე დამატებით კიდევ DGG-ით იბეგრება პროდუქცია. მოდი დავუბრუნდები მაგდა იმ საკითხსაც, რომ მოგების გადასახადსაც ჩვენ ვიხდით, თქო. მოგების გადასახადი რაც უფრო მაღალია
რაც უფრო მეტად აიწევა მოგების გადასახადი, ხო? მით უფრო მეტად გაძვირდება პროდუქტი. და შესაბამისად საბოლოო ჯამში ამ გადასახადის გადამხდელიც მომხმარებელი. ანუ ყველა გადასახადის საბოლოო გადამხდელი არის ის, ვინც არის ამ ფულის ბენეფიციარი და ბენეფიციარები საბოლოო ჯამში ადამიანები არიან. ამიტომ ნებისმიერი გადასახადი გვართმევს ჩვენი შექმნილი დოვლათიდან წილს და გვაღარიბებს. გასაგებია. კარგი, მოდი ახლა მივყვეთ ყველაზე ესეთ მნიშვნელოვან მითს, რაც ჩვენ გვხვდება, რომ მთავრობამ აგვიშენა, მთავრობამ გაგვიკეთა, მთავრობამ მოგვიწყო. დიდი მადლობა მთავრობას, რომ ესეთი კეთილია, რომ ეს გაგვიკეთა და აი ხშირად სახელმწიფო ბიუჯეტის გასავლებს ხალხი აწერს მთავრობას, პერსონებს, რომ იმათ გააკეთეს და ისინი არიან კარგი ადამიანები, რომ ეს გააკეთეს. არა და ამ დროს ეს ხომ ჩვენი ფულია, ჩვენი პირადი ფულია, ესეც შეიძლება ითქვას. პირადი იყო და დავთმეთ და გახდა საჯარო, თუმცა წარმოშობა არის პირადი. ჩვენი ფულია. რომელიც სამწუხაროდ არ გვткივა საკმარისად. კი, აი მე მინდა ძალიან ხალხსაც ვკითხო ამაზე აზრი, ბიუჯეტი ვისი ფულია? მე მაინტერესებს ხალხის აზრიც ამაზე და დარწმუნებული ვარ განსხვავებული პასუხები ამოვა და ძალიან ბევრი იტყვის რომ ეს არის სახელმწიფო ფული ან მთავრობის ფული. ამდენად მაინტერესებს აი ახსნა რომ ვისი ფულია? ანუ სახელმწიფო ბიუჯეტი ვისი ფულია და ეს მითი როგორ უნდა დავანგრიოთ რომ მთავრობის ფულია ბიუჯეტი? აი ჩვენ რო ვაშენებდეთ ახლა მაგალითად სახლს და დავიქირავეთ გუნდი პრარაბი, პრარაბს არ ვიცი ქართულად რა ქვია, გამოვიყენებ ბარბარიზმს ამ შემთხვევაში. დავიქირავეთ ჯგუფი, რომელმაც უნდა აგვიშენოს სახლი, გადაუხადეთ ფული. შეგვიძლია რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადოთ, როდესაც აკეთებენ კარგად, იმაზე კარგად ვიდრე აკეთებენ, მაგრამ გადაუხადოთ მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ფულით, ჩვენი სახლი ააშენა კარგად. იმაზე ხაზგასმით, რომ ეს დაიხარჯა ისევ ჩვენი ფული. ამაზე იქით არა. მაგრამ ამასთანავე რა თქმა უნდა, თუ ეს სახლი კარგად არ იქნება აშენებული, ჩვენ შეგვიძლია თუნდაც კონტრაქტის საფუძველზე სახელმწიფოში სასამართლოში წავიდეთ და ვიჩივლოთ და მოვითხოვოთ ზარალის ანაზღაურება, ან სულ ცოტა როგორც მადლობას უხდიდით, ასევე კრიტიკა დაიმსახუროს ცუდად გაკეთებული საქმის გამო. იგივე პრინციპი არის აქაც, ყველა ეს არავინ არ აგვიშენა, ის აკეთებს სახელმწიფო მთავრობა, რომელიც ჩვენ მიერ დაქირავებული ადამიანები არიან და მოდი ვთქვათ, რომ სახელმწიფო აპარატზე მოდის ბიუჯეტის ხარჯვის 10%-ზე მეტი, რაც საკმაოდ დიდი წილი არის ხარჯვით ნაწილში. ანუ ძალიან დიდ თანხას უხდით იმისთვის, რომ გვემსახურონ და აი ამ მაღალი ანაზღაურების პირობებში რაღაცას, როდესაც კარგად არ გვიკეთებენ, კიდევ პასუხისგებლობის აღება ცუდად გაკეთებულზე უნდა შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც აკეთებენ, კეთდება ჩვენი ფულით და როდესაც თუ ვიტყვით რომ აგვიშენა, უნდა ვთქვათ რომ აგვიშენა ჩვენი ფულით. ანუ დაგვეხმარა რომ ჩვენი ფული ყოფილიყო გამოყენებული ოპტიმალურად. მას მენეჯმენტისთვის უნდა გადაუხადოთ მადლობა და არა იმისთვის რომ კეთილი ადამიანები არიან და გაინძრნენ რაღაც გააკეთეს, ხო? კი ბატონო, აბსოლუტურად. სწორედ შენიშვნა მხოლოდ იმისთვის რომ ჩვენი ფული გამოიყენეს ისე როგორც ეკუთვნოდათ, თუმცა მადლობა სათვო, მაგრამ კარგად გაკეთებული შემთხვევაში მოდით არ დავინანებ, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ეს არის მართლა მენეჯმენტისთვის და არა იმისთვის, რომ რაიმე გვაჩუქეს. ჩვენი ფულის კარგად გამოყენებისთვის, მაგრამ ანალოგიურად მისი ცუდად გამოყენებისთვის მიემართებათ ანალოგიურად კრიტიკაც. კი, და პირიქით აქეთ რომ ამბობენ, რომ სახელმწიფო არ არის ბეწველი ძროხა, რომ ყველა მოთხოვნილება დაგიკმაყოფილონ. რეალურად ხომ ჩვენ სერვისისთვის ვიხდით და თუნდაც ის სოციალური სერვისები, რისი საჭიროებაც დღეს ქვეყანაში დგას, ხომ უნდა მიაწოდოს სახელმწიფომ რეალურად მოსახლეობას, იმიტომ რომ თუნდაც ვიღაცას თქვათ არ უჭირს, ის უნდა დაეხმაროს იმას, ვისაც უჭირს, ხომ? იმიტომ რომ ეხლა ამ მოცემულობაშია ჩვენი ქვეყანა და არ არის მდიდარი ქვეყანა. ხომ ვერ ვიტყვით რომ საქართველოს მდიდარი ქვეყანაა? არ არის, ნამდვილად არ არის მდიდარი ქვეყანა, ძალიან არაპროდუქტიული, ანუ ადამიანების მიერ შექმნილი დოვლათი არის ძალიან მცირე, ერთ ნამუშევარ კაცაზე იქნება ძალიან მცირე დოვლათი და აქედან გამომდინარე ბიუჯეტში შედის მცირე თანხა. შესაბამისად, მეწველი ძროხა არ არის არა სახელმწიფო, არამედ ის ადამიანები, რომლებიც ამ გადასახადებს იხდიან და ბუნებრივია ყველაფერს ვერ გასწოდებიან მით უფრო გაბერილ ადმინისტრაციულ დანახარჯებს. აი როცა მომბობთ ჩვენ რას უნდა მოხმარდეს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხო? ჩვენს ბიუჯეტს რო ჩავხედავთ, ნახავთ რომ
მცირე წილი მოდის რეალურად სოციალურ სერვისებზე, ძალიან დიდი წილი მოდის, ასევე მცირე წილი მოდის თავდაცვაზე, რომელიც მე მაგალითად ძალიან არ მომწონს, 10%-ზე ნაკლები. ქვეყანაში, რომელიც მტრული სახელმწიფოს გვერდით არის და ეს თავდაცვა არ ნიშნავს მხოლოდ მაგალითად იმას შეიძლება გუმბათი ვერ გადავაფაროთ ჩვენც ისრაელივით, მაგრამ თავდაცვა, კონტრდაზვერვა, ასეთ საკითხებზე თანხა უნდა იხარჯებოდეს და ბიუჯეტის არც თუ მცირე წილი უნდა იხარჯებოდეს. ეს უფრო ჩემი პირადი მოსაზრებაა, ვიდრე ეკონომიკურად, მაგრამ მოდით ეკონომიკურად ისიც ვთქვათ, რომ სახელმწიფოებს გააჩნიათ ხოლმე თავიანთი ინტერესების იერარქია. ყველა სახელმწიფოს აქვს ინტერესების იერარქია და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის აი ამის გამოხატულება, ამის სარკე, სახელმწიფო როგორ ხედავს თავისი ინტერესების იერარქიას. შენ რა დაინახე ბიუჯეტის ანალიზისას, რა არის სახელმწიფოს ამ ეტაპზე ინტერესი? არ არის ის, რაც ჩემი აზრით უნდა იყოს, მაგალითად, იმდენად დიდი წილი უჭირავს სახელმწიფო ხარჯებს და ძალოვან უწყებებს მთელ ხარჯებში, რომ სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებისთვის ადგილი არჩება. მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ძირითადი ნაწილი მოდის სოციალურ დახმარებებზე, შეიძლება ვთქვათ ვიკამოთოთ იმაზე, რომ განვითარებულ ქვეყანას თუ ეს შეუძლია, განვითარებაც ნაკლებად შეუძლია ხოლმე, მაგრამ ეს საჭირო და აუცილებელი ხარჯია. ჩემი მემარჯვენე ბუნებაც კი ამას ამბობს. აუცილებელი არის განათლებაზე დანახარჯები, რომელიც ასევე ცოტა არის ჩვენთან, აუცილებელი არის ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე იხარჯებოდეს თანხები იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. ინფრასტრუქტურაზე ნაკლები ხარჯება? ნაკლები ხარჯება და ეს ამასაც დიდი წილი უნდა ქონდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ გახდეს უფრო მეტად მიმზიდველი და საინტერესო. კი ბატონო, ჰაბი რეგიონული. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ 14 წელია და წინა ხელისუფლების წლებიც რომ დავამატოთ, სადღაც 20 წელია ჩვენ ვერ დავაგეთ ჩქაროსნული მაგისტრალი. არ არის დასრულებული ეს მაგისტრალი და არ ვიცი კიდე რამდენი წელი დასჭირდება ამის დასრულებას. ეს ადგილმდებარეობის ნაწილში საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა რეგიონში და მას უნდა კონდეს სწორედ ეს ტრანზიტული ფუნქცია, რატომ არ გახდა ეს პრიორიტეტი? პოლიტიკის ნაწილში გადასვლა გამიჭირდება, რატო არ იყონება შეფასება ნამდვილად გამიჭირდება, მაგრამ აი ეკონომიკურად ვიტყვი ამას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი, რასაც გამოხატავს ქვეყნის ინტერესების იერარქიის შესახებ, ეს არ არის ის იერარქია, რომელიც უნდა კონდეს ჩვენერ ქვეყანას, რომელსაც ყავს მტრული მეზობელი, სჭირდება განვითარება, სჭირდება ინვესტორების მოსიდვა, სჭირდება პროდუქტიულობის ზრდა, სჭირდება სოციალური დაცვა სხვადასხვა ჯგუფების, სჭირდება განათლებაში ინვესტირება იმისთვის, რომ გრძელვადიანად ამან უკუგებო მოიტანოს. ეს არ ჩანს ბიუჯეტში, ეს შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ ხარჯვაში ეს ნაწილი არ მოჩანს. აი განათლებაში რატომ უნდა დაიხარჯოს ფული თქვენი აზრით? ამ შემთხვევაში ეს იქნება პირადად ჩემი მოსაზრება, ტურისტის სუბიექტური მოსაზრება, რომელთაც პრინციპში დავიწყე, რომ რაც უფრო განათლებული არის საზოგადოება, ეკონომიკურად იზრდება ადამიანური კაპიტალი. ადამიანური კაპიტალი, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი არის დოვლათის შექმნაში, შედგება როგორც ამ ადამიანური კაპიტალის, ანუ ადამიანების რაოდენობისგან, ასევე მისი ხარისხისგან. ხარისხში გულისხმება, რამდენად პროფესიონალია და შეუძლია ასე იგი თანამედროვე ცოდნით კვალიფიციური სამუშაოს შესრულება. აი ამ კვალიფიკაციას და ადამიანური კაპიტალის ხარისხის ამაღლებას სჭირდება ინვესტირება განათლებაში. რომელსაც თავის მხრივ უნდა დაემატოს ინვესტირება ფიზიკურ კაპიტალში, ფინანსური და ფიზიკური კაპიტალის ინვესტიციაც უნდა დაემატოს და ეს ერთად შემდგომ შექმნის ეკონომიკურ ბაზას დოვლათის შესაქმნელად. ანუ განათლება ისევ და ისევ გვჭირდება გამდიდრებისთვის. ასევე სხვა რაღაცეებისთვის, როგორც არის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, პოლიტიკური იქნება თუ ეკონომიკური თუ სხვა ტიპის, მაგრამ ეკონომიკურადაც გვჭირდება იმისთვის ქვეყნის გამდიდრებისთვის და იმისთვის რომ მეტი დოვლათი იქნებოდეს, მეტი
პროდუქტიულობა გქონდეს, ნაკლები ადამიანი ყავდეს, მაგალითად სიღარიბის ზღვარს მიღმა და ნაკლები ადამიანი იყოს შემდგომ სიღარიბიდან ამოსაყვანი. განათლება ამას აზღვევს ნინო, რამდენი ვიცით 3 დიპლომიანი ტაქსისტი, ტაქსისტი თუნდა ისეთი სიტყვა, ანუ ტაქსის მომსახურებას ეწევა მიუხედავად იმისა, რომ განათლებული ადამიანია, ანუ მთლად განათლება ამას ვერ აზღვევს და ეს სხვა პრობლემებთანაც ხო არის დაკავშირებული. განათლებაში გულისხმობ შემთხვევაში პროფესიულ განათლებასთან აქტუალურს, რომელიც დღეს სჭირდება შრომის ბაზარს. მაგალითად, ბევრი წიგნის წაკითხვა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, საჭირო არის, მაგრამ პროფესიულ განათლებას ვერ გადაფარავს. მითხარი რა პროფესიებია საჭირო და მოთხოვნა და მიწოდება შესაბამისად არ არის. ამაზე ჯობია მე იჩარი მოიწვიოთ შემდგომ პოდკასტში და ვთქვათ მან ისაუბროს რაზე არის მოთხოვნა და რაზე არ გვაქვს, მაგრამ მუდმივად ისმის ხოლმე რომ ზოგიერთ დარგებში საერთოდ არ არის ადამიანების მიწოდება. ჩემთან მაგალითად არის ჩვენთან ფინანსებში ძალიან ბევრი კვალიფიციური ფინანსისტი არის ბაზარზე. იმიტომ რომ მოდაში იყო ეკონომიკურზე ჩაბარება, ფინანსების სწავლა, აი ჩემ დროსაც, აი იურისტი ან ეკონომისტი, აი და საერთაშორისო ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა მაღალი არის და ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი ფინანსური განათლების მოტანა გავაკეთოთ ქვეყანაში ფინანსის სისტემამდე, მაგრამ არის დარგები ალბათ მრეწველობის დარგები, ინჟინრები, თანამედროვე ინჟინრები, რაშიც გვაქვს დანაკლისი, მოდით ისევ და ისევ არ მინდა რომ ჩემს კომპეტენციას გავცდე, ჯობია ამაზე ისაუბროს, მაგრამ ის რომ პროდუქტიულობა დაბალი გვაქვს და კვალიფიციური პერსონალი მეტი გვჭირდება, მეტი თანამედროვე განათლების მქონე პერსონალი, ამასთან ერთად ტრანზიცია რაღაცა არ ჩერდება ეკონომიკა, ხო, ერთ ადგილას მუდმივად ვითარდება ახალი დარგები და მუდმივად საჭიროა რომ რაღაც დარგიდან რომელიც თავის სასიცოცხლო ციკლის ბოლოსკენ არის, პროფესიონალები გადავიდნენ სხვაგან იმ დარგში, რომელიც აღმავალია. ხო, ამ ყველაფერს მუდმივად სჭირდება ინვესტირება მათ პროფესიულ განათლებაში. კარგი. ბიუჯეტის ხარჯვაზეც უნდა კითხოთ, როცა ჩვენ ფულს ვაბარებთ სახელმწიფოს, ზოგადად ადამიანს აქვს კეთილსინდისიერების მოლოდინი, რომ ის განიკარგება შესაბამისად. მაგრამ ხშირად ხედავთ გაბერილ ბიუროკრატიას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, დაუსრულებელ პრემია დანამატებს, ახალ აიპებს და ძვირადღირებულ მანქანებს. ესეც ძალიან გვტყივა ადამიანებს. რას გეუბნებათ თქვენ როგორც ეკონომისტს, აი ჩვენი ბიუჯეტის სტრუქტურა, როგორ შეიძლება რომ მომავალში ის გახდეს ხალხზე ორიენტირებული? ან თუნდაც როგორ შეიძლება რომ ხალხი მეტად ჩავრთოთ ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში, ან თუნდაც დაგეგმვის ნაწილში, ბიუჯეტის სახალხო საჯარო განხილვები ფორმალურ ხასიათს ატარებს, როგორც წესი, ვთქვათ, ის ხალხი მიდის, ვინც დადის ხოლმე ესეც თავყრილობებზე და დიდად შინაარსობრივ მოსაზრებებს არ იძლევა ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით და როგორ უნდა შევცვალოთ ეს მოცემულობა, როგორ უნდა დავაინტერესოთ ჩვენ მოსახლეობა, რომ თავად ჩაერთონ რა თავისი ფულის განკარგვაში, ან ჯერ გაიაზრონ, რომ ეს მათი ფულია და სათითაო კაპიკრაში დაიხარჯება, ეს მათ უნდა ჰკითხონ. და მეორე რომ მან აქტიურად აიღოს ხელში ეს მართვის სადავები. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ცნობიერების ამაღლების და შემდგომ უკვე აქტიური ნაბიჯების გადადგმის კუთხით, რომ შენი ფული შენ განკარგო რა. ხო, ეს $1,000,000-იანი კითხვა. მაგდა არ მაქვს ამაზე პასუხი. ერთი რაც ვიცი, ადამიანი, რომელიც მუშაობს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, მას ანაზღაურება უნდა ქონდეს მაღალი. აქ მე ცალსახად მომხრე ვარ მაღალი ანაზღაურების. თუმცა მაღალი ანაზღაურება სადმე დაბალი ანაზღაურება ეხა ამ ეტაპზე მართლ მენეჯმენტს გულისხმობ? არ არის და უნდა იყოს მაღალი ანაზღაურება. არ უნდა ქონდეთ ცდუნება კორუფციის ცდუნება არ უნდა არსებობდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, მაღალი ანაზღაურება კორუფციის ცდუნების დაზღვევას ცალსახად ვერ უზრუნველყოფს. არა, აქ უნდა აუცილებლად ჩაგეკითხოთ. აი, მაგალითად, პარლამენტარებს აქვს 15,000 ლარი ხელფასი, ვიცი ეს ზედაჭერია და
ანუ დაბალი ხელფასია ეხლა ამ ქვეყნის არ არის მაღალი, მაგრამ იმის თქმას მინდა რომ ზედმეტად მაღალი ნამდვილად არ არის. ამ ხელფასად უნდა გქონდეთ რომ კორუფცია ამაზე ნაკლები არ უნდა გქონდეთ. თუმცა ეს კორუფციისგან დაზღვევის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, როგორც ვამბობთ ხოლმე მათემატიკაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ხო ჩვენი ეკონომიკა და მისი შესაძლებლობები უნდა განვიხილოთ, შენ რომ პენსიონერს 250 ლარს აძლევ თუ ეხლა 360-ია თუ არ ვწდები, როგორ შეიძლება რომ კონდეს 15000 ვთქვათ პარლამენტარს? ანუ რაღაც ხომ უნდა დააბალანსო. მე მესმის თქვენი მოსაზრება, რომ შენ რომ ტენდერებზე არ იყო ჩამოკიდებული და იმაზე არ გეჭიროს თვალი, აუცილებელია რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შენ სათანადოდ უზრუნველყოფდეს და სათანადო ხელფას გაძლევდეს, თუმცა იმის ფონზე რომ ხედავ პენსიონერი ადამიანი, რომ მათ ბევრი აქვთ ხელფასი და საქმე, რასაც აკეთებენ, უყურებთ საჯაროას ხდომები, ანუ არ შეესაბამება მათ ანაზღაურებას, შენ გაქვს ძალიან ლეგიტიმური პრეტენზია, რომ მე რატომ იხდი 360 ლარს, როცა შენ 15000 ლარს იღებ და მთელი დღე ტელეფონს სკროლავ და რაღაცა ალბათ ტროლადაც მუშაობ და კომენტარებს წერ მაგალითად რა. აქ პრობლემა არის არა იმაში, რომ ხელფასი აქვთ მაღალი, არამედ ამ ხელფასის შესაბამისი ადამიანი არ მუშაობს, რომელიც ხელფასის შესაბამის ფუნქციებს ასრულებს. ანაზღაურება არ არის მაღალი. ანაზღაურება უნდა იყოს ისეთი, რომ კვალიფიციური ადამიანის გადმობირება და ამ პოზიციაზე მუშაობა იყოს შესაძლებელი. პარლამენტარი იქნება თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირები მთავრობაში, მათ უნდა ქონდეთ ისეთი ანაზღაურება, რომ კვალიფიციურ პატიოსან ადამიანს იქ მუშაობა მოუნდეს. სხვა შემთხვევაში კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი არ წამოვა, თქვათ, ამაზე სამჯერ ნაკლებ ხელფასზე არც ერთ შემთხვევაში არ წამოვა, იმიტომ რომ უკეთეს ანაზღაურებას კერძო სექტორში იშოვის. ანუ ეს ანაზღაურება უნდა იყოს კონკურენტული. ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ ამ კონკურენტული ანაზღაურების უკან უნდა იდგეს ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, უნარები, მორალური მხარე, სურვილი შეასრულოს ეს ფუნქციები კარგად. აი ამაში არის საქმე. დანარჩენი ის, რომ პენსია არის დაბალი, აბსოლუტურად გეთანხმებით. ამ პენსიის გასაზრდელად საჭირო არის ადამიანი, რომელსაც ექნება ნება, ბიუჯეტი განკარგოს სწორად, შექმნას ინფრასტრუქტურა, მოიზიდოს ინვესტორები, გაზარდოს პროდუქტულობა, გაზარდოს ეკონომიკა, არა მხოლოდ მთლიანად, არამედ ერთსულ მოსახლეზე, ერთსულ მოსახლეზე, რათა იმისთვის გამდიდრდეთ და ამ ყველაფერმა განპირობოს ის, რომ მეტი ეკონომიკა დააგენერირებს მეტ გადასახადს, ან უბრალოდ არ გვეყოლება სოციალური ადამიანები სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომელსაც დახმარება დასჭირდება, ყოველ შემთხვევაში ბევრი და ესეთი ერთი მარცხლის ჭიკჭიკი მოიყვანს გაზაფხულში. ერთი რა თქმა უნდა ვერ მოიყვანს, მაგდა მე და თქვენ სხვადასხვა პოზიცია არ გვაქვს ამ თემაზე. გვაქვს ერთი და იგივე პოზიცია, შეიძლება იმაზე ვიკამათოთ, ხელფასი რამდენი უნდა იყოს და აქ ცალსახად ვთვლი, რომ უნდა იყოს მაღალი, მაგრამ იქ რომ კვალიფიციური ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებსაც გარკვეული მორალური საფუძვლები გააჩნიათ და თუ მორალური საფუძველი საკუთარი არ ყოფნით, არსებობდეს ბერკეტი, რომელიც მათ დააკავებთ კორუფციულ სქემაში ჩართვისგან, თან დააკავებს არა მხოლოდ პოსტფაქტუმ, ანუ მას შემდგომ, რაც უკვე ბევრი კორუფციული გარიგება დადო, არამედ მანამდე დაიჭერს და არ მისცემს საშუალებას, რომ დადოს კორუფციული გარიგებები, ხო? ეს ყველაფერი თუ იქნება ქვეყანა ჯამში გამდიდრდება, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, ადამიანებს ექნებათ თუნდაც საკუთარი დანაზოგები, რის გამოც მათ არ დასჭირდებათ 200-300 ლარზე მათხოვრობა სახელმწიფოსგან. აი, სრულიად მესმის თქვენი პოზიცია, თუმცა კითხვები მიჩნდება და ძალიან ჯანსაღია ეს პროცესი, რომ ვისაუბროთ ამ საკითხზე. მაგალითად, მე ესე მგონია, რომ ადამიანებს თავგანწირვა არ აკლიათ. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც კერძო სექტორიდან, ან საერთაშორისო სექტორიდან გადასულან საჯარო სექტორში იმისთვის, რომ ქონოდათ შესაძლებლობა სიკეთე მოეტანათ ქვეყნისთვის. და ასევე მე ვიცი ადამიანები, რომელთაც ფული არ აკლიათ, მაგრამ იმაზე მეტი უნდათ, ვიდრე აქვთ, ანუ მილიონერები არიან, მილიარდი უნდათ და შესაბამისად მაინც კორუფციას მიმართავენ და ტენდერებზე აქვთ თვალი დადგმული. ამდენად მე მგონია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ინდივიდუალური და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ კეთილსინდისიერ ადამიანს მოგძებნით, რომელიც პარლამენტის წევრის ფუნქციას შეასრულებს ჯეროვნად 7000 ლარზე,
ახალგაზრდებში, რომლებიც ძალიან საღი და კარგი ხალხია. ცხადია, იქაც არ ეიჯიზმში არ მინდა რომ ჩამეთვალოს, მაგრამ მართლა ძალიან კარგი თაობა წამოვიდა და ისინი ისეთ მოცემულობას შექმნიან არა ცალკეული მერცხლები, რომლებიც ჭიკჭიკებენ, არამედ ერთად გუნდი, რომ შესაბამისად სიტუაცია ბევრად უკეთესი იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით. ამდენად მე მგონია, რომ ეს ყველაფერი არის პიროვნული და პერსონალური და ნაკლებად თქვათ აი ხა სისტემის პრობლემა, რომ აი თქვათ 15,000 რო არის ხელფასი, იმიტომ უნდა რომ მე რომელიღაცა დეპუტატს რომ ტენდერიდან ფული აიღოს. ჩვენ ვიცით ადამიანები ფული არ აკლიათ, მაგრამ მაინც ტენდერებს აფუჭებენ ესე ვთქვათ. 14 და 15,000 ლარი კორუფციულ სქემებში ჩართული ადამიანისთვის არის ზღვაში წვეთი. ანუ მე ვთქვი რომ ეს ხელფასი არის აუცილებელი, მაგრამ ცალსახად არასაკმარისი პირობა. ამ შემთხვევაში ძალიან გავცდებით ხელფასის თემას, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ თუ ქვეყანაში არ არიან ინსტიტუციები, რომლებიც ითამაშებენ დარაჯის როლს ბიუჯეტის ხარჯვაზე, ამ კორუფციულ სქემების კონტროლზე, თუ ესეთი სტილის ინსტიტუციები არ იქნებიან 15,000, 30,000 ან 100,000-იც რო დაუნიშნოთ, მაინც შევა ის კორუფციულ გარიგებაში. უბრალოდ მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ 15,000 თუ 7,000 ეს უნდა იყოს კონკურენტული ანაზღაურება. და თუ ეს კონკურენტული ანაზღაურება პენსიაზე გაცილებით მაღალია, კონკურენტული ანაზღაურება კი არ უნდა დავწიოთ. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მოქალაქეები გამდიდრდნენ, რომ ქონდეთ მაღალი ანაზღაურება. სინგაპურში, რომლის სასწაული ძალიან სამაგალითო არის ხოლმე, როგორც ეკონომიკური ზრდის ერთეული, მაგრამ ძალიან საინტერესო ქრესტომათიული მაგალითი. მაშინაც კი, როდესაც სინგაპური იყო ღარიბი და სანამ ეს ეკონომიკურ სასწაულს ასე ვთქვათ დადებდა, ანაზღაურება მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქონდა მაღალი, ყოველთვის მაღალი ქონდა, იმიტომ რომ აი ეს აუცილებელი პირობა, რომელიც არის, რომ მას შეძლოს არ გაიხედოს მარცხენა ფულისკენ, ეს უნდა არსებობდეს და ამის გარდა უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, ესეთი შემზღუდავი ჩამკეტი მექანიზმები, რომლებიც დაიცავს. ეხლა მომდის ერთი ესეთი კითხვა თავში აზრად. აქ არ უნდა გავითვალისწინოთ ეროვნული მახასიათებლები, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული ხალხი, რომელიც მაინც რაღაცნაირად ესე შინაგანად დაგვთ ეს კორუფციული ბუნება სამწუხაროდ. არ არის ხოლმე ხშირად მაინც დამოკიდებული, რამდენად თქვათ შეიძლება იყოს ღარიბიან არ კი ცხადია კავშირშია როგორ არა ცალსახად, თუმცა მაინც რაღაცნაირად ეს ქართველის ბუნება რატომღაც ხელს გვიშლის ამ წინსვლაში მაგ კუთხით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მოპარვა არის ძალიან დიდი დანაშაული. როგორ შეიძლება რომ შენ ხალხის ფულს შეეხო? და აი ხშირად მომისმენია ესეთი ფრაზა, რომ აუ ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, ყველა მოიპარავს რა და ეს ამის წინ პროკურორისგანაც მოვისმინეთ ესე თქვა, რომ ყოველთვის იყო კორუფცია და ყოველთვის იქნებაო და რაღაცნაირად ამ პარადიგმიდან უნდა გამოვიდეთ, ამ მიდგომიდან უნდა გამოვიდეთ, ჩემი აზრით და სწორედ აი ამ პოდკასტების მიზანიც ეგ არის, რომ ადამიანებს შევუცვალოთ აზროვნებას ვერ შევუცვალოთ, მაგრამ ცნობიერება ავუმაღლოთ, რომ არ უნდა იყოს ეგრე, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა შეჭამს. მე მაინც მგონია, რომ ეს არ არის ქართული, ეს არის საბჭოთა. საბჭოთა კი, საბჭოთა პერიოდში, როდესაც არ არსებობდა კერძო საკუთრება რეალურად და სახელმწიფო ფული არავის ფული არ იყო, დამკვიდრდა ეს, რომ სახელმწიფო როდესაც იყავი ზემოთ ამ ნომენკლატურის სათავეში, რაღაცების მოპარვა, სარგებლის მიღება იყო მისაღები, ნორმა. ეს არ იყო ცუდი საქციელი. აი ამისი შეცვლა, რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭირო, უბრალოდ მგონია, რომ ეს არ არის ქართული და ეს არის ის, რაც 70 წლიანმა უღელმა და მანამდე კიდევ 100 წლიანმა აი ცუდმა უღელმა მოგვიტანა და რომელიც შეცვლადია. მე არ მჯერა, რომ ეროვნულად რაღაც ისეთი ძალიან ცუდი თვისებები გაგვაჩნია, რომელსაც ვერ გამოვასწორეთ. არა, მე მჯერა, რომ ჩვენს ერთ ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, რომელიც არაერთხელ გამოგვივლენია, იქნებოდა ახლა ბოლო 2 წელი იქნება თუ
იქნება თუ გახსოვთ 13 ივნისის ტრაგედიის მერე როგორ შეიკრიბა ხალხი ან დითოლობის დროს გურიის დროს როგორ შეიკრიბა ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგი მაგალითი ვაჩვენოთ თანადგომის სწორი სამოქალაქო პოზიციების მორალურად გამართული პოზიციების ის ფაქტი რომ სხვადასხვა მახასიათებლები ეროვნული მახასიათებელი არ არის და გამოსწორებადია, აი ძალიან კარგად შეიძლება დავინახოთ ისეთ შემთხვევებში, როგორც არის მაგალითად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მოსახლეობის ადამიანების დაპირისპირება. აბსოლუტურად ერთი ხალხი, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნა 37 პარალელმა და დღეს გამithარდნენ აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებით. ეს ერთი ხალხია, რომლებიც დღეს ავლენს განსხვავებულ თვისებებს. მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ჩრდილოეთ კორეელი სიხში სხვანაირად იდო და სამხრეთელი სხვანაირში, არამედ გარემოებამ ამ მუდმივმა რეპრესიამ განაპირობა სხვადასხვა თვისებების გამოვლენა და მე მჯერა კარგი მაგალითია ნამდვილად თქვენი პოზიციის არგუმენტირებისთვის. კი, ამ ნაწილში გეთანხმებით და ერთ ესეთ კითხვას დაგისვათ თქვენი ძახით, რომ ბეგარას და ღალას ადმინისტრირებისას არ იპარავდა ქართველი და ეს შემდგომ საბჭოთა კავშირმა მოგვიტანეს. არა, ამას არ ვიძახი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ როდესაც ამ პოზიციაზე, იმ პოზიციაზე, ვისაც წდომა აქვს, მაგალითად, უფრო დიდ და სხვის ფულზე, არის ამორალური ადამიანი, მისი შეკავება უნდა მოახდინონ უკვე სისტემებმა, სამართალდაცვის სისტემებმა, დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა. ჩვენ ვერ ვიქნებით დაზღვეული, რომ იქ იქნება მორალური ადამიანი, რომელიც ამ ფულს განკარგავს, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს სხვა დამზღვევი მექანიზმები, დემოკრატიული მექანიზმების ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მსგავსი შემთხვევები დროულად იყოს გამოვლენილი და რამდენადაც შესაძლებელია ან პრევენციას ახდენდეს, ან პოსტფაქტუმ აღმოჩენას და შედეგების დროულ ელიმინირებას. ანუ სისტემა უნდა გავმართოთ ისე, რომ ეს კორუფციული ბუნება თუნდაც საბჭოთა ნარჩენის სახით მოვიშოროთ და ყველა კაპიკი მიდიოდეს ხალხის საჭიროებებისთვის, ხო? კი ბატონო. კი ბატონო. კარგი და მოდი ბოლო კითხვაზეც გადავიდეთ. თქვენი აზრით პროგრესული გადასახადები უთანასწორობას თუ შეავსებდა, რაც ჩვენ საზოგადოებაში არის, იმიტომ რომ მე მაქვს 500 ლარი და ვიბეგრები 20%-ით, მე მაქვს 500,000 ლარი და ვიბეგრები 20%-ით, პირდაპირ გეტყვით, საერთოდ არ მეგონა საქართველოში, რომ ესეთი ადამიანები არსებობდნენ, ვისაც 500,000 ლარი ხელფასი აქვს და 2 წლის წინ იყო, მე მგონი ეგ სტატისტიკა, ასეთი რამდენია 50 თუ 200 აღარ მახსოვს რაოდენობა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვისაც 9,500,000 ლარი აქვს თვეში შემოსავალი და ისიც 20%-ით იბეგრება და 500 ლარიანი შემოსავლის მქონე კონსულტანტიც, რომელიც ვთქვათ მუშაობს სუპერმარკეტში და მე მართლა მაქვს უსამართლობისგან და ყოველგვარი ესე რომ ვთქვათ მემარჯვენული, მემარცხენული მიდგომებიდან დაცლილად მე მიმაჩნია, რომ ეს არის უსამართლობა. თქვენ როგორ ფიქრობთ? აქ არის რამდენიმე ნიუანსი. დავიწყოთ იქიდან, რომ ორივე 500 ლარიც და 500,000-იც არის აუთლაიერი. ძირითადი მოსახლეობას არც 500,000 აქვს. ბევრს აქვს 500 ლარი, მაგრამ აი ვისაც აქვს 500 ლარი, უნდა ვიზრუნოთ მათთვის უკეთესი პირობების შექმნაზე, პროდუქტიულობის დაზე, ისეთი სამუშაო გარემოს და შრომითი ბაზრის შექმნაზე, სადაც მინიმალური ანაზღაურება ბუნებრივად ბაზრის მიერ ნაკარნახევი არ იქნება 500 ლარი და იქნება უფრო მაღალი. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ ადამიანებს არ ქონდეთ 500 ლარი ანაზღაურება და ქონდეთ უფრო მაღალი, ეს პირობა უნდა შევექმნათ. პირადად მათ უნდა დავეხმაროთ. სხვა მხრივ გამოდის რომ მიზანი რა გვაქვს, აი რომ გამოვიდეთ მიზნიდან. თუ ჩვენ მიზანი გვაქვს რომ უბრალოდ ვიღაცამ მაღალი ანაზღაურება არ მევიღოთ, არა, რას ლაპარაკობ. ეს ხარ გვაქვს. ეს ძალიან კარგი ნეტა ყველას 500,000 გქონდეს. თუ ჩვენ მიზანია რომ ვიღაცას არ ქონდეს 500 ლარი, ამის მიღწევა სხვა გზებით შეიძლება. ისევ და ისევ გამდიდრე ვის გზით და კიდევ ერთი არის რომ ვის ვანდობთ იმას რომ ვიღაცას 500,000 ლარს რომ ჩამოაჭრიან, აი ვისაც 500 ლარიას გზის მიიღებს, მეც ხელისუფლებას ვანდობთ, რომელსაც მაგალითად ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები გვაქვს. ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, სადაც იქნებიან ინსტიტუტები, სადაც იქნება სახელმწიფო, რომელსაც
რომლის აპარატსაც სურვილი თუ არა შესაძლებლობა მაინც არ ექნება, რომ არასწორი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. გვინდა ქვეყანა, სადაც სოციალური დაცვა იქნება, მაგრამ უფრო მაღალი პროგრესული სკალა მე არ მჯერა რომ მიიღებს იმ შედეგს. მე არ მჯერა არა მხოლოდ პირადი მოსაზრებით, არამედ ეკონომიკური არგუმენტებით, იმიტომ რომ როდესაც უფრო მაღალი გადასახადით იბეგრება ვიღაცა უფრო დიდარი, ჩვენ მას ვსჯით მეტი დოლათის შექმნისთვის. და მათ ექნებათ ბევრი мотиваცია ან დამალონ, ან გაიქცნენ. 500,000 ლარი აქვს შემოსავალი, სად გაიქცევიან? გაიქცევიან. სხვა ქვეყანაში შეუძლიათ კიდევ უფრო მაღალი. ანუ გადასახადის ტვირთი არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ ადამიანს мотиваცია ქონდეს, რომ წავიდეს სხვაგან. ის აქ დოლარს ქმნის და ამისთვის აქვს მას 500,000. კარგით, მაშინ ასე გითხავთ, დაუბეგრო მინიმუმს თუ ეთანხმებით? მან სხვათა შორის გამყვებით არგუმენტში და მიმაჩნია, რომ შეიძლება არსებობდეს დაუბეგრავი მინიმუმი და დახმარებები მათთვის, ვისაც აქვს დაბალი ანაზღაურება. ანუ დახმარება უნდა იყოს პირდაპირ მიმართული იმ ადამიანებისკენ, ვისაც სჭირდება ეს. დახმარება, დოტაცია იქნება ეს მაგალითად უფასო სერვისები, უნდა იყოს არა ყველასთვის და მაგალითად ჩემთვის, არამედ უნდა იყოს იმისთვის, ვისაც სჭირდება. ეს იქნება სწორი და მე ვფიქრობ, რომ ეს ერთის მხრივ სწორ мотиваციებსაც შექმნის. და ბევრად უფრო სამართლიანია, ვიდრე იმ ადამიანის დაბეგვრა კიდევ უფრო მაღალი განაკვეთით, ვინც ისედაც ყველაზე მაღალ გადასახადს იხდის და შეაქვს ბიუჯეტში. გასაგებია. კარგით, პრინციპში ჩვენ ამოვწურეთ თითქმის ყველა თემა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ეს ჩვენი პოდკასტის საკითხი. ჩვენ ვისაუბრეთ გადასახადების ისტორიაზე. თავიდან გადასახადებს ჰქონდათ მიზანი, რომ მონარქს მომსახურებოდნენ, მისი საჭიროები უზრუნველეყოთ. შემდგომ შეიცვალა ეს მიდგომა და ცენტრი გახდა მოქალაქე. მოქალაქე თუ იხდიდა ფულს, თავად მას უნდა მოხმარებოდა. დღევანდელი საგადასახადო სისტემა ამ პრინციპზე დგას. უნდა ითქვას ჩვენი ბიუჯეტის სტრუქტურის შესახებაც, როგორც ნინო გვესაუბრა, რომ ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი ნაკლებად არის ორიენტირებული სოციალურ დაცვაზე, განათლებაზე, თავდაცვაზე, ძირითადად თანხები გაზრდილია და ზედმეტად ხმარდება სახელმწიფო ბიუროკრატიას, ძალოვან უწყებებს და ისეთ საკითხებს, რომელიც რიგით მოქალაქემდე ნაკლებ სარგებელს მიიტანს. ასევე ვისაუბრეთ პროგრესულ გადასახადზე. ნინო მიიჩნევს, რომ პროგრესული გადასახადების ნაცვლად შესაძლებელია სხვა სისტემა შევქმნათ, სისტემა, სადაც ყველა მოქალაქე იქნება დიდარი, გამდიდრდება, მეტი კეთილდღეობა ექნება და ასევე შესაძლებელია დაუბეგრავი მინიმუმის განსაზღვრაც. ეს არის მოკლედ რა თემებზეც ვისაუბრეთ, ბევრი რაღაცა განვიხილეთ, მაგრამ მოკლედ ესე შეგვიძლია შევაჯამოთ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ გადაცემა და მომავალ ეპიზოდებსაც დაელოდეთ, რომლებიც იმედი მაქვს რომ საინტერესო იქნება თქვენთვის. მადლობა დიდი, მადლობა ნინო მობრძანებისთვის. მადლობა სტუმრად მოწვევისთვის.